საქართველოში C-ჰეპატიტით დაავადებულთა რაოდენობა კიდევ გაიზარდა. ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრმა C-ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის შეხვედრაზე დაადასტურა. დავით სერგენკოს თქმით, C-ჰეპატიტის სამკურნალო ყველაზე მოკლე კურსი 12 კვირიანია და მისი საბაზრო ღირებულება $84,000 ადგეს. რითაც ამ ეტაპზე უკვე 5,000-ზე მეტი ადამიანი მკურნალობს. სპეციალისტების თქმით, ჰეპატიტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოს რეგიონებში ფიქსირდება. რეგიონებში ძალიან განსხვავებული მდგომარეობა არის და გამოკვეთილი არის რეგიონები, სადაც ავადობა მართლაც ძალიან მაღალი არის. გასაშუალებული არის 7.1, ბოლო კვლევაში იყო 6.7, რაც ნიშნავს, რომ მოიმატა ავადობამდე. ეს პროექტი მართლაც უნიშნელოვანესი, კიდევ ერთხელ დავწუნოთ, რომ უნიშნელოვანესი არის მოსახლეობისათვის. შეეხება ინფექციებზე კონტროლს, ეს მიმართულება იყო დერეგულირებული, ანუ არანაირი რეგულაცია ამ მხრივ არ ხორციელდებოდა. ჩვენ ისევ თავიდან დავიწყეთ დანერგვა ამ ინფექციების გავრცელების რეგულაციების, რაც ძალიან უმნიშვნელოვანესი შედეგები აქვს, თუმცა ამოცანა არის ამ სისტემის მდგრადობის უზრუნველყოფა ინფექციებზე კონტროლის სისტემის. 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა საველე სამუშაოები და ახლობით 6,300 ადამიანი გამოიკითხა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით და 6,015 ადამიანიდან იქნა მიღებული სისხლის სინჯები, რომლებიც გამოკვლეული იქნა C, B ჰეპატიტზე და კიდევ რამოდენიმე პარამეტრზე. წინასწარი მონაცემებია ჯერ, მაგრამ საკმაოდ სანდო, რომელიც კიდევ მუშავდება, დიდი ცვლილებას ჩვენ არ ველოდებით. სამწუხაროდ ისევ ვრჩებით ქვეყანა მაღალი გავრცელების ქვეყნად, 7.1% ანტისხეულების, ანუ დადებითი პოზიტიური სინჯებისა ფიქსირდება ამ გამოკვლეულ 6,000 ადამიანში და ასევე აქტიური ინფექციის მაღალი მაჩვენებელი არის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც საქართველოში დაიწყო დაახლოებით 5,000 ადამიანი განიკურნა სრულიად. თქვენ იცით, რამდენად ძვირი ღირს ეს პრეპარატებიდან მკურნალობა. ჩვენ და სამწუხაროდ საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც C-ჰეპატიტით არის დაავადებული, თუმცა მათ აქვთ რეალური შესაძლებლობა, რეალური შანსი, რომ სრულიად განიკურნონ და ამაში არც ერთი თეთრი არ დაეხარჯოთ. ეს არის ჩვენი მთავრობის, ხელისუფლების, ჯანდაცვის სამინისტროს ძალიან ნაყოფიერი მუშაობა. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით ბატონ დავით სერგენკოს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადოთ თავის გუნდთან ერთად.